სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისათვის პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ლობჟანიძე. მოგესალმებით, ბატონო დავით. ბატონო დავით, სოციალ-დემოკრატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას და როგორ ემზადებთ? თქვენს გადაცემას და ტელევიზია ნეგატივს მინდა წარმატებები უსურვო. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია სოციალ-დემოკრატებმა მონაწილეობა მიიღო ქართულ ოცნებასთან ერთად კოალიციურ რეჟიმში. 2017 წელს პარტიის ყრილობაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნებში პარტია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას და ჩვენ მზათა ვართ ჩავერთოთ საარჩევნო მარათონში. ბატონო დავით, თქვენი პარტიის ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოში მასიური სიღარიბე არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აი, თქვენ რას თავაზობთ ამ მრჩევლებს? დიახ, ბატონო გია ჟორჟოლიანი არაერთხელ აფიქსირებს და ეს ჩვენი პარტიის პოზიცია გახლავთ და ეს არის ის ბიდგომა, რასაც სოციალ-დემოკრატები ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაშია, ეს არის რეალურად დამსახურება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ათეული წლებია უკვე, თითქმის 30 წელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება და აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციის თავის დაღწევა დამოკიდებულია არა მხოლოდ გარკვეული პიროვნებების ცვლილებაზე, არა მხოლოდ სახელებისა და გვარების ცვლილებაზე, არამედ შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა. სხვა კუთხით ჩვენ აი ამ პრობლემების დაძლევას ვერ ვხედავთ და ჩვენი მთელი საარჩევნო კამპანია ამ მიმართულებით იქნება წარმართული. ბატონო დავით, რეგიონული ოფისების გახსნას თუ აპირებთ და როდისთვის გეკმავთ? რეგიონული ოფისები აუცილებლად გაიხსნება და ეს პროცესი დაწყებულია, მათ შორის ქალაქ ქუთაისში რამდენიმე დღეში ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტ, რომ რეგიონალური ოფისი გაიხსნას და ასევე საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება სოციალ-დემოკრატების საარჩევნო ოფისები და ისინი შეუდგებიან აქტიურ მუშაობას. და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას თუ აპირებთ თქვენი პარტია? რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის დრო იმისა და პარტიაში პოლიტიკურ საბჭოში მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მე მოვლენებს არ დავასწრებ წინ და ვნახოთ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პოლიტიკური საბჭოს მიერ. ბატონო დავით, 2020 წლის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები, ანუ თქვენი პარტია დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას? დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერისა გამომდინარე იქედან, რომ ის საკითხები, ის პროგრამები, ის ხედვები, რაც სოციალ-დემოკრატებს გაგვაჩნია, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისათვის იქნება აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ საზოგადოებას დავარწმუნებთ იმაში, რომ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა და არა მხოლოდ სახელები და გვარები. აი, როგორ აპირებთ სოციალ-დემოკრატები ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას? ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა სწორედ ეს ის ქვაკუთხედია, რაც ჩვენს ქვეყანას გაჭირვებიდან გამოიყვანს. ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფის გარეშე რეალურად ვერ დავძლებთ ჩვენ იმ პრობლემებს, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის იქცა ჯოჯოხეთად, ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მოსახლეობის 20%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს ზემოთ ცხოვრებაც კიდევ მოგეხსენებათ ეს რა ცხოვრებას წარმოადგენს და გამომდინარე აქედან ეკონომიკის ზრდა ეს არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამ პრობლემებს თავი დავახციოთ და თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს ეკონომიკური ზრდა და რა როლი გააჩნია ამაში სახელმწიფოს, რა როლი გააჩნია ამაში ხელისუფლებას, ეს ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო ნაწილი გახლავთ და ჩვენ მზათა ვართ ამაში დეტალებზე ვისაუბროთ, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა სიამოვნებით თქვენი ტელევიზიის ეთერითაც ვისარგებლებთ თუ ამის საშუალება გვექნება. ბატონო დავით, გამოკითხულ რესპონდენტთა 10 ადამიანიდან ყოველი მეოთხე ადამიანი
აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ქუთაის უამრავი პრობლემა აქვს, ხელმძღვანელობა ამ პრობლემებით არ ინტერესდება. თქვენ გამარჯვების შემთხვევაში რას პირდებით ქუთაისელებს? ქუთაისელებს პირველ რიგში მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩემი თანაქალაქელების მიმართ და ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს, რომ ის ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ყველა დონეზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ეს ყოველთვის ასე იყო, ქუთაისი ყოველთვის იყო სტიმულის მიმცემი და ქუთაისი ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას ყველა იმ საკითხში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს იქნება სხვადასხვაურების სხვადასხვა მიმართულებები, ეს იქნებოდა ეკონომიკის მიმართულებები თუ კულტურული, სპორტული თუ ასე შემდეგ. დღეს მინდა თავისთავად უსურვო ჩემ ქალაქს, რომ ის კიდევ უფრო მეტად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენი დაპირება, რაც შეეხება ეს არის ის საკითხები, რომელიც უკავშირდება აბსოლუტურად ხელისუფლების, მთავრობის მუშაობის აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატს. და ეს ეხება, რა თქმა უნდა, ქუთაისთან ამ შემთხვევაში. ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონალიზმი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამოცანა ცენტრალური ხელისუფლებისათვის. მხარდაჭერა თვითმმართველობისათვის და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ესეთი მნიშვნელოვანი ქალაქისათვის, როგორიც არის ქუთაისი და რაც შეეხება იმ დეტალებს თვითონ კონკრეტულად ქალაქთან მიმართებაში, ამ კუთხითაც მზათავართ, რომ ჩვენ დეტალებზეც ვისაუბროთ. ახლა კიდე შემოვიფარგლები მხოლოდ იმით, რომ ქუთაის ნამდვილად სჭირდება და იმსახურებს ის, რომ ის იყოს უფრო მეტი ყურადღების ქვეშ თავისთავად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვას პარტია